მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ, როგორ ბრძანდებით, ჩემო ძვირფასო მაყურებელო, როგორი დღე გაქვთ, შუადღე მშვიდობისა. დღეს ასეთი ვიდეოთი შემოგიერთდებით. დღეს გვექნება გაზიანი სასმელების დაგემოვნება. აბა დავიწყეთ. მეც ძალიან მაინტერესებს, როგორი გემოები იქნება. რა თქმა უნდა, არის ცნობილი ჩვენთვის ყველასთვის. ცნობილი სასმელები, მაგრამ მე დიდი ხანია არ დამიგემოვნებია და მინდა რომ გავსინჯო ისევ ისეთი გემო აქვს თუ არა. აბა, წავედით. დავიწყოთ. პირველი იყოს, მოდი ჩემთვის საყვარელი და უსაყვარლესი კოკა-კოლა. ხო, სანამ დავიწყებდეთ, მეგობრებო, არ დაგავიწყდეთ, გამოიწერეთ ჩემი არხი, დალაიქეთ ვიდეო და შეუდგეთ. აბა, მოდი გავხსნი პატარა დანით, რომ ჩხილი არ დამიზიანდეს. აბა, გავხსნათ ესეთი პატარა საყვარელი შეფუთვით. ძალიან მომწონს ასეთი პატარა შეფუთვები რომ აქვს. ბავშვებისთვის ძალიან კომფორტული არის და რა ვიცი, ვისაც ბევრი შაქრის მიღება არ უნდა და ბევრი გაზიანი სასმელის დალევა არ უნდა, მათთვისაც ძალიან მოსახერხებელი არის. აბა, ვნახოთ. უი, რაღაცა ძნელად იხსნებოდა. აი, ასე. მე ჩემი შუშის საწრუპით, ვინც მიყურებს, იცის რომ ძალიან მიყვარს, მინდა გითხრათ და აბა დავიწყოთ დაგემოვნება. როგორი გემო აქვს ამ ჩვენ უშაქროა, მე მგონი ეს კოკა-კოლა. უი, მეგობრებო, სხვათა შორის რა ვიცი, კი არის ვითომ უშაქრო კოკა-კოლა შაქრის გარეშე, მაგრამ საკმაოდ ეს არის, რა ქვია, საკმაოდ ტკბილი არის ჩემთვის პირადად, არ ვიცი ახლა სხვისთვის როგორ, მაგრამ ჩემთვის პირადად რაღაცა ტკბილი არის. მოდი აბა მეორე კოკა-კოლა ვნახოთ და მოდი ამას დავუწეროთ. რა ხამ რაღაცაშია საქმე და უშაქრო ნამდვილად ჩემი აზრით არ არის და ამ დროს უშაქრო არის ვითომ იყოს 1-დან, მოდი იყოს 8 ქულა. იყოს კოკა-კოლას. უშაქროს. ახლა მოდი ვნახოთ ვითომ შაქრიანი. აბა ვნახოთ როგორ შაქრიანის გემო. როგორი იქნება. აბა გადავიდეთ, თან აქედან ცოტა კარგად ვერ ვხედავ. ესე გადავდებ, რასაც მოვსვავ და გავსინჯო, ქულას დავუწერ, გვერდზე გადავდოთ. აბა მოდით ეს პატარა კოკა-კოლა ვნახოთ საყვარელი. ნახოთ მოვსვათ როგორი არის, ისევ ისეთი გემო აქვს თუ არა. კი, სხვათა შორის განსხვავდება იმ კოკა-კოლისგან ეს გემო. ამას მინდა დავუწერო 9 ქულა, იმიტომ რომ ამისგან ნამდვილად განსხვავდება. არის საშუალოდ ტკბილი, არ არის ძალიან ტკბილი და რა ვიცი, ყველასთვის საყვარელი კოკა-კოლას გემო. ეხა სხვა რა უნდა იყოს, კოკა-კოლა იყოს 9 ქულა. მოდი ეხა გავხსნათ. სხვათა შორის ჩემთვის ძალიან საყვარელი, მინდა გითხრათ, ძალიან საყვარელი სპრაიტი. მე მაგალითად გაზიან სასმელებში მიყვარს, ვინც მიყურებს, არ დაგავიწყდეთ გამოწერა, ჩემს წინა ვიდეოებსაც უყურეთ, ძალიან საინტერესო დაგემოვნებები გელოდებათ, წინაც და წინა ვიდეოებშიც და რა ვიცი, შემომიერთით, ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ძალიან გამიხარდება თუ ჩემი ქართველი მაყურებელი შემომიერთდება და ერთად ძალიან კარგ დროს გავატარებთ ცოტა ხანი მაინც. აბა დავიწყოთ, გავაგრძელოთ, გადავიდეთ. ჩემი სიყვარული სპრაიტის მიმართ ძალიან მიყვარს, მინდა გითხრათ. ბავშვობიდან მიყვარს სპრაიტი და ჩემი კოკა-კოლა ყავა.
მიყვარს ძალიან. სხვათა შორის დღეს კოკა-კოლა ყავა არ მაქვს, მაგრამ მაქვს ორი უპატარა საყვარლესი კოკა-კოლები, რომელიც ძალიან მიყვარს, მაგრამ კოკა-კოლა ყავა მირჩევია. აბა ვნახოთ სპრაიტს თუ აქვს ისევ პატარა სპრაიტის ყუთში, შეფუთვაში, ჭიქაში, ისევ სპრაიტის გემო. აბა ვნახოთ. და ამასაც დაუწერეთ ქულები. კი, სხვათა შორის აქვს ნამდვილად მძაფრი ლიმნის გემო, მე როგორც მიყვარს, ლიმნის, ლაიმის, რა ვიცი, როგორც გინდათ, ისე ორივეს გემო აქვს მგონი ლაიმისაც და ლიმნისაც. ცხელ-ზაფხულს რა თქმა უნდა უხდება ასეთი სასმელები. ამას დაუწერდი 10 ქულას, იმიტომ რომ ლიმონი ძალიან მიყვარს, ლაიმიც ძალიან მიყვარს და ჩემთვის ძალიან საყვარელი არის ასეთი სასმელები. ახლა მინდა გავსინჯო ასეთი უშაყვარლესი, ესეთი პატარა შეფუთვებით, ასეთი ფანტა. აბა ფანტა, თუ ისეთი გემო მაქვს ასეთ შეფუთვას ფანტას. ამას დაუწერეთ. რამდენი დაუწერეთ? 10 ქულა დაუწერეთ, გონი, ხო, 10 ქულა და 9 ქულა კოკა-კოლას, 10 ქულა სპრაიტს. აბა ფანტას რამდენს დაუწერთ, ვნახოთ. ჩემი გემოვნებით, რა თქმა უნდა, ხა გემოვნებაზე არ დაობენ, ვის როგორი უყვარს, მე ლიმნის გემო და ლაიმის გემო ძალიან მიყვარს. აბა ვნახოთ. პორტოხალი სხვათა შორის ძალიან მიყვარს, მაგრამ რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ფანტა ესე ძალიან არ მიყვარს მე პირადად, უფრო ასეთი სასმელები უფრო მომწონს, რა თქმა უნდა გაზიან სასმელებს ხშირად ვერიდები, თითქმის არ ვსვავ და დღეს თქვენთვის ასე ვიდეოსთვის ამდენი სასმელის გასინჯვა მიწევს და რა ვიცი, მეგობრებო, გამოიწერეთ ჩემი არხი, დაალაიქეთ ვიდეო, დააგულეთ და იყავით ჩემთან და მიყურეთ. აბა, გავაგზავნოთ. ნახოთ. ნამდვილად. აბა, ვნახოთ კიდე. მეგობრებო, მინდა გითხრათ, რომ ძალიან ცივია, მაცივარში მეტო და რამის გაყინულია და ხელები გამეყინა. ძალიან სასიამოვნოა, მინდა გითხრათ. ფანტის გემო არის, რა თქმა უნდა, ფორთოხლის გემო. როგორც ნამდვილ ფორთოხალს რო გამოწურავთ, ასეთი გემო აქვს ამ ფანტას. სხვათა შორის, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, 10 ქულას დაუწერ ამასაც, იმიტომ რომ ნამდვილად გემრიელია და ნამდვილად ახლა გაზიან სასმელი, რაც უნდა იყოს, არ არის რაღაცა ქიმიის გემო, არა აქვს სხვათა შორის და აქვს ფორთოხლის, ნატურალური ფორთოხლის ძალიან კარგი გემო. მე მომეწონა, რა ვიცი. აბა გადავიდეთ. ამას დაუწერდი 10 ქულას, ამასაც 10 ქულას. კოკა-კოლას 9 ქულებს. აბა ეს რა სასმელია, ნახოთ. ეს არის კომბუჩა, მე მგონი, მეგობრებო. არ ვიცი, ხა ეს სხვათა შორის არ გამისინჯავს. აქ მაქვს კიდე სხვა კომბუჩა. ხო, კომბუჩა არის ესეც. ასეთი ბოთლით, ეს გონი არ არის გაზიანი, მაგრამ მაინც გავსინჯოთ, მაინტერესებს, ესეც კომბუჩა არის, ეს გონი გაზიანი კომბუჩა არის, ის უგაზო კომბუჩა არის. აბა ვნახოთ, როგორი გემო ექნება კომბუჩას. პირველად ვსინჯავ თქვენთან ერთად. ძალიან მაინტერესებს. როგორც ძალიან პოპულარული სასმელია დღესდღეობით. ნახოთ, იმედია არ გაგვიცრუებს. ძალიან საინტერესო არის ჩემთვის პირადად. ნახოთ. ეს გადავდოთ აქეთ ფანტა. ჩვენი დიდებული ფანტა და სპრაიტი, ჩემთვის საყვარელი და ახლა მოდით გავსინჯოთ კომბუჩა. აბა ვნახოთ. რაღაცა
რაღაცა ხილის გემო აქვს მეგობრებო, თითქოს რაღაცა ფორთოხლის გემოთი არის. მიქსია წერია. კი, სწორად მივხვდი, ალბათ ფორთოხალი და მანდარინის გემო აქვს, ანუ აქ არის ტროპიკული ასეთი ფორთოხლის და ალბათ ლაიმის გემო. სადღაც ფანტას რაღაცით წააგავს, მინდა გითხრათ. არის ძალიან ტკბილი, გაზიანიც ძალიან კარგი გაზიანი არის. სხვათა შორის მომეწონა, იმიტომ რომ ფანტაც მიყვარს მე. რა ვიცი, მოდი ამას დავუწეროთ, ამასაც 9 ქულა დავუწეროთ, მოდი, ხო? 9 ქულაც კარგი იქნება ამისთვის მგონი. ნუ 10 ქულაზე ჩემი აზრით ვერ ქაჩავს, იმიტომ რომ ფანტა არის. ამასაც აქვს ადგილი, რა თქმა უნდა. იყოს კომბუჩა 9 ქულა, მეგობრებო. აბა ვნახოთ, მეორე კომბუჩა, მოდი ბოლოსკენ მოვიტოვოთ. სუსუ ბოლოში გავსინჯოთ გაზის გარეშე, რომელიც არის, მეგობრებო. ეხლა გადავიდეთ კომბუჩადან ჩვენ ქართულ ლიმონად ბორჯომზე. სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ამ ლიმონადსაც მე დღეს პირველად ბევრ რამეს გავსინჯავ, იმიტომ რომ გაზიან სასმელებს ყოველთვის ვერიდები მე პირადად. ნუ აღარ ვილაპარაკებ ახლა ჩემ თავზე. მაგრამ დღეს რახამ გადავწყვიტე და ამდენ გაზიან სასმელს დავაგემოვნებ თქვენ გამო, თქვენი გულისთვის, რომ საინტერესო ვიდეო გამოგვივიდეს და ბევრი საინტერესო რამეები გავიგოთ, გემოები, გავსინჯოთ, გამოიწერეთ ჩემი არხი, ჩემი ძალიან დიდი თხოვნა იქნება ჩემო მეგობრებო. აბა გავაგზავნოთ. გადავიდეთ ჩვენ ბორჯომზე. გავხსნათ აბა ბორჯომის ლიმონადი. პირველად რომელსაც მივირთმევ ხა თქვენთან ერთად. ვინც მიირთმევს ჩემთან ერთად, აჭარული მანდარინის გემოთი უნდა იყოს ეს ბორჯომი. აბა ვნახოთ. ნამდვილად აქვს ბორჯომს ასეთი გემო თუ უბრალოდ რეკლამა არის. ეგეც საინტერესო ხო არის? ძალიან საინტერესო არის. აბა გავსინჯოთ. ნახოთ. აბა მეგობრებო. მინდა გითხრათ, რომ ნამდვილად აქვს მანდარინის გემო. სხვათა შორის, მაგრამ არა მძაფრი, საშუალოდ ტკბილი არის, გაზიც კარგად აქვს. და რა ვიცი, ქართული ყველაფერი კარგი არის. და მოდი ამას დავუწეროთ. რა ვიცი, რამდენი ქულა დავუწეროთ? იყოს 9 ქულა, მე მგონი ძალიან ნატურალურ წყალზე არის, ბორჯომის წყალზე დამზადებული. ძალიან სასიამოვნოა, მინდა გითხრათ. და ძალიან დიდი სურვილი მაქვს მე პირადად, რომ ჩვენი ქართული პროდუქცია ბევრი და ბევრი იყოს ჩვენს, ასე ვთქვათ, ქართულ ბაზარზე. ძალიან მიხარია, რომ ასეთ გემრიელ პროდუქტსაც ამზადებენ, სხვათა შორის. და რა ვიცი, ძალიან სასიამოვნოა, ძალიან. და მე მიხარია ძალიან. აბა გავაგზავნოთ, ამას დავუწეროთ 9 ქულა. ეს არის ბორჯომის ლიმონათი მანდარინი. აჭარული მანდარინი. არ არის ძალიან ტკბილი, როგორც თქვი და რა ვიცი, ბავშვებისთვის, დიდებისთვის ძალიან სასიამოვნო იქნება. ხო, ახლა გადავიდეთ ასეთ ლიკანზე, ესეც ქართული არის, რა თქმა უნდა, ყველასთვის ცნობილი ლიკანი. მე ძალიან მიყვარს, მინდა გითხრათ, ლიკანის წყალი. ეს არის ალუბლის არომატით, სხვათა შორის ალუბლის და ბროწეოლის არომატით. აი, ბროწეოლიც ახატია სხვათა შორის და ალუბალი. აბა ვნახოთ, ლიკანის წყალი ძალიან გემრიელი არის. წყლებში ერთ-ერთი ჩემთვის საყვარელი წყალი არის. გაზიან წყლებში ვიძახი.
ნუ ბორჯომი ძალიან გემრიელი წყალი არის და ლიკანიც რა თქმა უნდა არ ჩამოურჩება. აბა გადავიდეთ, ამას უკან გადავდებ, რა თქმა უნდა, ასე დავდებ თან. ხო, მინდა რომ ყველა გამოჩნდეს და გამოვაჩინო, რაც ბევრი წვენები გვაქვს და რა ვიცი, მაგრამ ყველა არ ჩანს მგონი, იმიტომ რომ ძალიან ბევრია. ხო, აი ასე. აბა გავსინჯოთ ჩვენი ლიკანის ლიმონადი. ნახოთ. ეს მომგონი ლიმონადი არ არის, მეგობრებო. ეს არის ლიკანის წყალი არის ხილის გემოთი. ანუ ლიმონადი არ არის. ცოტა თითქოს სიტკბო დაკრავს და უფრო ბროწეულის გემო დაკრავს, ვიდრე ალუბლის. რა ვიცი, ჩემთვის ესია პირადად. ამასაც აქვს ადგილი, რატომაც არა. იმის მიხედავად, რომ ალუბალი ძალიან მიყვარს და ბროწეული, მჟავე პროდუქტი და ტკბილი ისე რა მიყვარს, ანუ ვინც იცის, ვინც მიყურებს და ვინც იცის ჩემი მჟავების მიმართ სიყვარული, ასეთი სიმჟავე ძალიან არ აქვს, მაგრამ ძალიან გემრიელი არის. ეხლა როგორც ეგეთი, რომ ლიმონადი არ არის და წყალი არის, უბრალოდ დაკრავს გემო. არის ძალიან გემრიელი. რა ვიცი, სხვა ვერაფერს ვერ ვიტყვი და მოდი ამასაც დავუწეროთ 9 ქულა. დღეს რაღაცა 10 და 9 ქულას ვერ ჩამოვუცდით, მეგობრებო, რაც ძალიან ჩემთვის გასახარი არის. ძალიან სასიამოვნო არის, მინდა გითხრათ და აბა გადავედით ახლა რაზე გადავიდეთ? მოდი ბორჯომი იყოს. ბორჯომის სასმელზე. ბორჯომი. აბა ნახოთ. რა საინტერესოა ისე სხვათა შორის. ძალიან დიდი ხანია, მსგავსი შეფუთვით არ დამილევია მე პირადად. და ძალიან სასიამოვნოა. ეხა ამდენს სინჯავ. იმედია დღის ბოლოს კარგად ვიქნები. რა ვიცი. თუ რამეა მომწერეთ, მეგობრებო, მომიკითხეთ როგორ ავარ. აბა გადავიდეთ ბორჯომი გავსინჯოთ ახლა. კიდე კაი თითოყლუვი მაქვს მოსასმელი, თორე ალბათ არ ვიცი რა დამემატებოდა, რეკორდს დავამყარებდი გაზიანწყლების დალევაში. აი ასე. ხო, იმასაც 9 ქულა დაუწერეთ ლიკანსაც. აქ ხო იყო ბორჯომის ლიმონადი. ეხლა არის მე მგონი ბორჯომი უკვე. ძალიან საინტერესოა, როგორი ნამდვილად ასეთი გემო აქვს თუ არა, ნამდვილი ბორჯომის გემო. და ღირს თუ არა თავისი ფული. აბა სხვათა შორის აქვს კარგი მჟავე გემო, მეგობრებო. აი მჟავე წყლები ვისაც გიყვართ, აი მათ მოეწონებათ ასეთი მჟავე ბორჯომის გემო. ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, ძალიან მომწონს ასეთი მჟავე გემოები, როგორც თქვი. და რა ვიცი, ვისაც სურვილი აქვს, შეიძინეთ. მომბაძეთ, დააგემოვნეთ, გასინჯეთ და რა ვიცი, ყველაფერი ქართული და გემრიელი კარგია. ამას დაუწეროთ, მოდი 10 ქულა. ჩვენ ბორჯომ წყალს უწერთ 10 ქულას, მეგობრებო. რა ვიცი, ჩემგან 10 ქულა. ახლა გადავიდეთ. ეს არის ჩვენი ნაბეღლავი. ესეც არის მინერალური წყალი. ეს არ არის ლიმონადი. სხვათა შორის ესეთი ლამაზი შეფუთვა რო ჰქონდა და რაღაც თითქოს ფოთლები და რაღაცა არ წავიკითხე დიდათ, ანუ ჩვენი ქართული რაც იყო, ყველა თითქმის არ ვიცი, შეიძლება რაღაც აკლია. მე რაც შემხვდა, თქვათ ის ავარჩია, უფრო მეგონა რომ ფორთოხლის იქნებოდა, მაგრამ რაღაც გონი ჩვეულებრივი გაზიანი წყალია. მაგრამ მაინც საინტერესოა, რატომაც არა. ესეც დასაგემოვნებელია, იმიტომ რომ შეიძლება ყველას არ მოეწონოს და სხვადასხვა გემო ჰქონდეს სხვადასხვა წყალს, რა თქმა უნდა. აი ხა მაგალითად ბორჯომს სხვა გემო ჰქონდა, აი ამ საირმეს სხვა, ლიკანს სხვა გემო ჰქონდა. ჩემთვის ასე არის, რა თქმა უნდა, განსხვავდება გემოები და ძალიან საინტერესო არის, მინდა გითხრათ. ბორჯომს დაუწერეთ, მოკლედ რამდენი ქულა დაუწეროთ? მოდი 10 ქულა დაუწეროთ ბორჯომს, რაც ძალიან
კარგი არის ჩვენი ბორჯომი 10 ქულა ლიკანს და საირმეს ლიმონადს რა ვიცი 9 ქულა ну მოკლედ დაიმახსოვრეთ თქვენ თვითონ იმიტომ რომ ბევრი არის აქ და მე შეიძლება დამავიწყდეს არა უშავს თქვენ დაიმახსოვრეთ ან გადავხვიეთ ვიდეო რა ვიცი მიყურეთ გამომიწერეთ და ლაიქეთ ვიდეო და აბა გავაგზელოთ ნაბეღლავი დავაგემოვნოთ ნაბეღლავის წყალი აბა ვნახოთ უი ეს ძალიან განსხვავდება მეგობრებო ნახეთ სხვათა შორის იმასთან განსხვავებით ბორჯომისგან განსხვავებით ძალიან ტკბილი წყალია ეს ძალიან კარგი გაზიანი ისიც კარგი გაზიანი იყო მაგრამ ის იყო მშავე წყალი მე როგორც ჩემი გემოვნებით როგორც ჩემი გემოები მეუბნება ის იყო მშავე წყალი ბორჯომის ლიკანის ცოტა ნეიტრალური იყო და ეს არის მოტკბო გემო დაკრავს მინდა გითხრათ ძალიან საინტერესო არის სხვათა შორის სამივე განსხვავდება ერთმანეთისგან მეგობრებო აბა მოდით მაშინ ამასაც დაუწეროთ 10 ქულა იმიტომ რომ ძალიან გემრიელი აი როგორც ლიმონათი ესეთია მაგრამ ეს ლიმონათი არ არის მეგობრებო ეს არის მინერალური წყალი ოღონდ გაზიანი ახლა გადავიდეთ კიდევ მოდი ამას ესე დავალაგებ რომ არ ცოტა წინ გადმოვწევ რასაც არ რასაც გავხსნი იმიტომ რომ მე ვეღარ ვწვდები ხო აი ასე და რაღაცებს უკან გადავწევ რაღაცას წინ გადმოვწევ რაც არ და გაგვისინჯავს და აბა გავაგზელოთ ეს არის მეგობრებო ხო ამასაც დაუწერეთ 10 ქულა ძალიან გემრიელი უგემრიელესი მინერალური წყალი არის მინდა გითხრათ გირჩევთ შეიძინოთ ცხელზაფხულს ძალიან უხდება ასეთი გაზიანი წყლები სასმელები რა ვიცი ну ბევრი არ არის კაი მაგრამ ერთი ჭიქადა ის რატომაც არა ეხა ეს არის ლიმონათი ბორჯომის მე როგორც ხვდები აი აწერია კიდევაც სტარხუნის ეს უნდა იყოს სტარხუნის ლიმონათი ბორჯომის აბა ვნახოთ გავხსნათ ძალიან საინტერესოა მინდა გითხრათ სხვათა შორის აბა ვნახოთ ძალიან მეც მაინტერესებს აი ცოტა გავასწორებ კამერას კარგად ხო მოდი ესე იყოს და აბა დავიწყოთ კიდევ გავსინჯოთ ახლა მეორე ლიმონათი საირმეს რაღაცა კარგად ლიმონათები ქონია იმიტომ რომ აქ ხო იყო ნახეთ აი საირმის არის ეს მანდარინის ლიმონათი იყო და ეს არის ახლა ტარხუნის ლიმონათი ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის ჩემი ბავშვობის გემოები რომ დაბრუნდა ძალიან კარგია რომ ნატურალური წყლისგან ამზადებენ ამას და ბავშვებისთვის დიდებისთვის ძალიან სასარგებლოა ჯანსაღია კი ბატონო უცხოური ძალიან საინტერესოა კარგია მაგრამ ჩვენი ქართული და ნატურალური ყველაფერს ჯობია აბა გადავიდეთ დავაგემოვნოთ აი ნამდვილად მეგობრებო ეს ნამდვილად ღირს ყიდვა ამის შეძენა მოდი ამას აქ გადავდებ რაც მოვსვით უკვე ხო ამის შეძენა ნამდვილად ღირს იმიტომ რომ ჯერ ტარხუნის გემოც ნამდვილად აქვს სიტყვით საშუალო აქვს როგორც წინა მანდარინის საშუალო გემო ჰქონდა და არ არის ქიმიის გემო არა აქვს აი უფრო კაი წყლის, კაი მჟავე წყლის გემო აქვს და ისეთი სასიამოვნოა, მოკლედ მე ძალიან მომეწონა ჩემგან 10 ქულა. ტარხუნის ლიმონადს საუკეთესოა, საირმე. შვენიერია, მე ძალიან მომწონს და ძალიან მიხარია და რაღაცა ძალიან კარგი განწყობაზე დავდექი, დღეს რაღაცა სულ 10 ქულებს, 9 ქულებს წერ, ძალიან სასიამოვნოა მოკლედ.
ახლა გადავიდეთ ასეთ სასმელზე, უცხოურ სასმელზე, არ ვიცი ხა ამისი წარმომავლობა ესე არ ვიცი, უნდა წავიკითხო, მაშინ ესე კამერით ვერ ვხედავ. და აბა დავაგემოვნოთ, ამასაც აქვს ადგილი, ვნახოთ აბა როგორი წვენი არის ეს ასეთი რაღაცა არ მინდა არასწორად წავიკითხო ჩვეფერო თუ რაღაცა შნაფსი თუ რაღაც არის. ნუ მოკლედ, აბა გადავიდეთ. ქართულიდან ალბათ ამერიკულზე ან გერმანულზე არ ვიცი. ნახოთ. უი. მეგობრებო, მოდი ამას გადავდე ფაქეთეს ლიმნის 10 ქულიან საირმეს. მეგობრებო, მინდა გითხრათ, რომ სხვათა შორის არის ძალიან გემრიელი. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ვისაც უყვარს როგორც ვთქვი მე, მჟავე გემოები. ხო, ეს რაღაც უცნაური ტონიკური წყალი არის, შვეფეს თუ რაღაცა რა ვიცი, რაც ქვია. ძალიან გემრიელი არის, ძალიან კარგი ლიმნის გემო აქვს, მინდა გითხრათ. ვისაც უყვარს მჟავე და ლიმნის გემო, ლიმნის მძაფრი გემო, ესეც არის ლიმონათი, არ არის ეს რამე სხვა სასმელი. რა ვიცი, შეიძინეთ, ისიამოვნეთ, თუ ნახავთ მაღაზიებში, ძალიან სასიამოვნო გემო აქვს. ჩემგან 9 ქულა ამასაც, იმიტომ რომ მიყვარს მე ასეთი გემოები, ლიმნის გემოები. ხო და? ხო. ჩემი ტობი ცელქობდა. ხო და? ასე რომ ამას დაუწეროთ 9 ქულა ჩემგან. აი ასეთ ლიმონად სასმელს. დღეს ძალიან 9 ქულები, 10 ქულები იწერება, რაც ძალიან სასიამოვნოა. ასეთ წვენზე გადავედით კიდე ლიმონადზე. თან მეგობრებო, არ დაგავიწყდეთ ჩემი არხის გამოწერა. ძალიან მჭირდება თქვენი გვერდში დგომა, თქვენი მხარდაჭერა, რომ უფრო მეტი და მეტი, უფრო უკეთესი და უკეთესი კარგი ვიდეოები გადავიღოთ თქვენთვის. ყველაფერი საუკეთესო და არც ჩემთან მიყურეთ, არ დაგავიწყდეთ, სარისხილოს გააწყაპუნეთ თითი. აბა წავიდეთ, გავაგრძელოთ. გავაგრძელოთ. ესეც არის ლიმონათი. ნატურალური, როგორც აწერია, როგორც კითხულობთ ალბათ. სალპელეგრინო აწერია. ეს არის ალბათ, რა ვიცი, ისეთი სახელი აქვს. რაღაცა ესპანური უნდა იყოს, მე მგონი. აბა თქვენ რას ფიქრობთ? მე არ ვიცი, საიდან არის, შემიძლია წავიკითხავ შემდეგში, რა თქმა უნდა, მაგრამ მე ესე მგონია, ისეთი სახელწოდება აქვს, რომ მსგავსი სახელები მე მგონი ეს ესპანეთის რაღაცა სახელია, რაღაცის მგონი, ქალაქის თუ რა ვიცი, სან-პელეგრინო. აბა თქვენ რას ფიქრობთ? ნუ გავაგრძელოთ. ნახოთ, როგორი ლიმონათი აქვს სან-პელეგრინოს. აბა. ან იტალია შეიძლება იყოს, იცით? იტალიური შეიძლება იყოს, არ არის გამორიცხული, ვინ იცის იტალიური, აბა? ვინ იცის ეს სასმელი საიდან არის, დამიწერეთ. თან დავაგემოვნოთ, აბა მეგობრებო, ნახოთ რა გემო აქვს. უი, რა მჟავია. მეგობრებო, ძალიან მჟავია, ძალიან ლიმნის გემო აქვს. მე ძალიან მიყვარს სხვათა შორის მჟავე ლიმონს მივირთმევ ქერქიანად, ისე ძალიან მიყვარს და ზამთარში ვით უმეტეს. სხვათა დიდი ყვითელი ლიმნები რო არის, ვისაც გიყვართ, დალაიქეთ, მე მიყვარს. მაგრამ ეს ისეთი მჟავია, კი გაზიანიც არის და თავისი სიმჟავის და ნამდვილად ლიმნის გამო დაუწერ 10 ქულას, ჩემგან 10 ქულა სან-პელეგრინოს. ენა დამება, ისეთი სახელი არის.
ხო, ნუ მოკლედ აი ასე. აბა გადავედით. აბა ეს ვნახოთ რა სასმელია. ძალიან საინტერესოა. მე მგონი ეს იგივე ბრენდია. ისევ ნატურალური. და ახლა არის პორტოხალი. ანუ ეს იყო ლიმნის მეგობრებო ნახეთ. ეს არის პორტოხალი. ამან დაისახურა ჩემგან 10 ქულა. აბა ვნახოთ ეს თუ დაიმსახურებს 10 ქულას. ძალიან საინტერესოა სხვათა შორის. მეგობრებო, ამდენი გაზიანი სასმელი ერთად ცხოვრებაში არ გამისინჯავს. პირველად სინჯავ ამდენ. როცა მიყვარდა და როცა ნამდვილად ვსავდი იყო დრო. მაშინაც კი არ დამილევია ამდენი ერთად და მისწავლები ამდენი ერთად. ალბათ ან შეჯიბრი უნდა იყოს ან რაღაცა მსგავსი თორე. ხო და გამომიწერეთ და ალაიქეთ ჩემი ვიდეო, ჩემი თავ განწირულობა, ასე რომ დამიფასეთ. აბა გავაგრძელოთ. ნახოთ როგორი გემო აქვს ამ ლიმონადს. თუ იმსახურებს ჩემგან 10 ქულას. ნახოთ. სხვათა შორის მეგობრებო, აქვს პორტოხლის გემო კი ნამდვილად, მაგრამ ესეთი მძაფრი არა ლიმონს როგორც გქონდა. ნუ ლიმონი ისეთი პროდუქტია თვითონ რომ გინდა არ გინდა ეხა რომც ძალიან არ იყოს, ანუ ვთქვათ მაინც იქნებოდა რაღაც ისეთი მძაფრი გემო, იმიტომ რომ ლიმონი მაინც ლიმონია. უფრო მეტი სიმჟავი აქვს ლიმონს, რა თქმა უნდა. ეს ცოტა მოტკბო არის, უფრო ნაზი გემო აქვს, იმასთან შედარებით. საშუალოდ ტკბილი არის, არ არის ძალიან მჟავე და რა ვიცი, ძალიან სასიამოვნო. მოდი დავუწეროთ 9 ქულა ამ პორტოხალს. იმიტომ რომ არ აქვს ძალიან პორტოხლის მძაფრი გემო, მე მგონი. უფრო თითქოს აი როგორც საერმეს და იმას ქონდა წინა ჩვენ წყლებს, რომ წყალი იყო და თქვათ ალუბლის გემო ქონდა თუ რაღაც, აი რაღაც მსგავსია ესეც. აი ფანტა ხო არის ლიმონადი ფანტა. ამას ხო პორტოხლის გემო აქვს, აი ნამდვილად პორტოხლის გემო. ამას უბრალოდ დაკავ, თითქოს ნამდვილად ნატურალური წყალი არის პორტოხლის გემოთი. ჩემი აზრით ეს უფრო ლიმონადი არ არის. ამას მოდი დავუწეროთ 9 ქულა. ჩემგან 9 ქულა. აბა გადავიდეთ. ეს არის პეპსი ნამდვილად დიდი ხანია არ მიმირთმევია, იმიტომ რომ მიყვარს სპრაიტი და მიყვარს უფრო წყლები ქართული ვიდრე თქვათ წვენები და გაზიანი მსგავსი. ძალიან საინტერესოა ჩემთვისაც ნამდვილად ის გემო აქვს კიდევ თუ არა. ადრე როცა ვსვავდი ხოლმე. აბა ვნახოთ. ჩემთვისაც საინტერესო, ჩემთვისაც სახალისო არის და გემოები ძალიან საინტერესოა. აი ამდენი გემო გავსინჯე და თითქმის რაღაცა იმის მიუხედავად რომ დიდი ხანი არ დამირევია და უფრო კარგად აღვიქვაო გემოებს, იმიტომ რომ როცა რაღაცას დიდი ხანი ან არ მიირთმევთ, ან არ ასვავთ რაღაცა, უფრო კარგად არჩევთ გემოებს. ძალიან საინტერესოა, მინდა გითხრა. აბა ვნახოთ. ხო, აი ნახეთ. პეპსი რა თქმა უნდა განსხვავდება ასეთი სასმელისგან, იმიტომ რომ ეს არის ლიმონადი, პეპსიც რა თქმა უნდა არის ძალიან ტკბილი, გავს თითქოს კოკა-კოლას, მაგრამ კოკა-კოლას თავისი გემო აქვს, პეპსის თავისი გემო აქვს. ეხა პეპსიზე აღარ ვილაპარაკებ, პეპსისაც ალბათ აქვს თავისი რაღაცა, იყიდება ალბათ რაღაც გემოები, არ ვიცი, არ დავინტერესებულ ვარ ჯერ. მაგრამ რა ვიცი, კარგია, რატომაც არა, ეხა ტკბილია, გაზიანია, ვისაც უყვარს და ვისაც სურვილი აქვს, შეიძინეთ, მიირთვით. პეპსია ყოველთვის გემრიელია. აი ასეთი ლექსივით გამოგვივიდა. ხო, თან დაალაიქეთ ჩემი ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი პეპსისთან ერთად.
პეპსისთან ერთად შემოგვიერთდით, თქვენც მიირთვით თუ მიირთმევთ, გემრიელად მიირთვით, გაგრილდით და რა ვიცი, ბედნიერი დღე გექნებათ ასეთ გემრიელ სასმელებთან ერთად ჩემსავით. აბა ეს ვნახოთ რა არის. ეს არის რაღაცა ლიმნის ესეც გაზიანი მგონი, ან წყალია, ან ლიმონათი, არ ვიცი. ლაიმის გემოთი და ლიმნის გემოთი. ლიმონ ფრეშა წერია. ძალიან მაინტერესებს როგორია. ესეც უნდა იყოს. არ ვიცი ახლა ლიმონათია თუ ესე ვერ გავიგებ. აბა გავსინჯოთ და აქედან გავიგებთ როგორი გემოდან ნამდვილად არის თუ არა. ხო, პეპსის უწევთ, რა თქმა უნდა. პეპსის დაუწყეთ, ცხვირი მეკობრებო. ხო, პეპსის უწევთ 9 ქულას, მეგობრებო. რა ვიცი, დღეს ესე გადავწყვიტე. თქვენ შეგიძლიათ 10 ქულა დაუწეროთ. ხო, ვისაც უყვარს პეპსი. აბა გადავიდეთ. პეპსი გადავდგათ გვერდზე და აბა ვნახოთ როგორი ფრეში ლიმონი არის ეს საინტერესო ლიმონათი. ძალიან მიყვარს ლაიმი, როგორც ვიძახი და ლიმონი. ძალიან საინტერესოა რა გემოაქვს ამ ლიმონათს. აბა ღირს თუ არა შეძენა და გემრიელი არის თუ არა, აქვს შაქარი თუ არა, თუ წყალი არის უბრალო. აბა ვნახოთ. მეგობრებო, მინდა გითხრათ, რომ დღეს იმის მიუხედავად, რომ ამ ორ სასმელს ფანტას და სპრაიტს დაუწერე 10 ქულა და საირმეს და დანარჩენებს გადახედეთ, წინ რა ქულები დავწერე, მინდა გითხრათ, რომ დღეს ამ სასმელსაც უწერ 10 ქულას. იცით რატო? იმიტომ რომ ნამდვილად ლაიმის გემო აქვს, ნამდვილად ლიმნის გემო აქვს. საშუალოდ ტკბილი არის, არ არის ძალიან ტკბილი, ძალიან გემრიელი არის და კარგი, გაზიანი, უგემრიელესი, უსაყვარლესი სასმელი არის ეს. არ ვიცი ვისი ქვეყნიდან არის, წავიკითხავ აუცილებლად და მინდა გითხრათ, რომ აი ასეთი ოქროსფერი მემეთი ხუფით ძალიან ლამაზით, სასიამოვნო, მინდა გითხრათ, რომ ეს არ იქნება ჩემი პირველი და ბოლო შენაძენი ამ ლიმონათის. აუცილებლად კიდე შევიძენ. რა ვიცი, მე ძალიან მომეწონა. ჩემგან 10 ქულა ამ ლიმონათს. აბა, ბოლო დღეისთვის გადავიდეთ. დღეისთვის ბოლო ეს არის კამბუჩა. ყველასთვის ცნობილი და ასეთი გარეკლამებული კამბუჩა. რა ვიცი, ლიმონათი იყო სასიამოვნო. არ იყო ეხლა რომ ვთქვა, რომ რამე განსაკუთრებული, ჩვეულებრივი ესეთი გემო ჰქონდა. რა ვიცი, ამას უწერდი 9 ქულას კამბუჩას და ახლა აი ეს რაღაცა ბოთლი არის, რაღაცა წამლის ბოთლს მაგონებს. მე პირადად თქვენას იტყვით, მეგობრებო, აი ასეთი ყელისტკივნის წამლები იყო, ესეთი ბოთლია რაღაცა. ზამთარში ყიდულობ ხოლმე ყელისტკივნის წამლს და ესეთი ეს იუმორით, რა თქმა უნდა, იუმორით კარგია, გადაუხვიეთ ცოტა. აბა ვნახოთ. გადაუხვია იუმორით ესეთი. რა ვიცი. აბა ძალიან მაინტერესებს მე ეს ჩემი 10 ქულიანი ლიმონათი გადავდოთ და დღეისთვის ბოლო კამბუჩა გავსინჯოთ. აბა ვნახოთ როგორი სასმელია ეს. მეგობრებო. მე არ მომეწონა. არა რაღაცა ამას ქონია ნახეთ ჯინჯერი და ჩაი ყოფილა ესეთი.
უი, ორენჯი ჩაი ყოფილა ჯინჯერის გემოთი. ეს არ არის ჩემი გემო, ვერაფერს ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ მე თვითონ ნამცხრებში და რაღაცა მე თვითონ ხმარობ ჯინჯერს და რაღაცებში ხმარობ, რა თქმა უნდა, მაგრამ ასე სასმელში, ჩაიში და წვენში და ასე შემდეგ მე მაგალითად არ მომწონს. რა ვიცი, ესეც არის გემოვნება, ვერავის ვერაფერს ვერ ეტყვი, გემოვნებაზე არ დავობენ, ვისაც გიყვართ მსგავსი გემოები, ცუდი არ არის, კარგი არის, ოდნავ მომჟავო არის, ჯინჯერის გემო აქვს. ალბათ ნატურალური წვენი უფროა, ვიდრე გაზიანი ნაკლებად და მინდა გითხრათ, რომ არ არის დღეს ეს ჩემი ფავორიტი, ამას დაუწერდი მე პირადად 7 ქულას. 7 ქულას, დღეს ყველაზე დაბალი ქულა ამან მიიღო, წინა კამბუჩა მიიღო 9 ქულა მეგობრებო ლიმონათმა და ამან მიიღო ჩემგან 7 ქულა, იმიტომ რომ ასეთ გემოები არ მიყვარს, ვისაც უყვარს ალბათ 10 ქულიანი იქნება, მაგრამ ჩემთვის 7 ქულიანია. დღეისთვის 10 ქულიანი და ჩემი ფავორიტი არის ეს ლიმონათი. აი ასე, ეს არის ჩემი ფავორიტი. დღეისთვის კიდე მოვსვავ. შვენიერი ლაიმის გემო, ასეთი რა ქვია, გრილი, რაღაცა ფრეში, რაღაცა ცოცხალი, რაღაცა გრილი, რაღაცა იმას ტოვებს გემოს, რაღაცა ტროპიკული, რაღაცა აი ძალიან მართლა ახალისებს რაღაცა გონებას და იმას და გემოებს. და რა ვიცი, დღეისთვის ჩემთვის ფავორიტი 10 ქულიანი ეს წვენი გახდა. და ვისაც გენდომებათ და ვისაც სურვილი აქვთ შეიძინეთ და დღეისთვის ეს იყო ბოლო სასმელი. ამითი დაგემშვიდობებით, მიირთვით ასეთი გემრიელი სასმელები. დარჩით ჩემთან ერთად, კიდე შემოგიერთდებით ძალიან საინტერესო ვიდეოებით, ძალიან საინტერესო დაგემოვნებებით. თუ ვინმეს რამე კითხვები აქვს დამიშვით, თუ ვინმეს რამე იდეა მოუვიდა და კიდევ გინდათ რომ რამე დავაგემოვნო, აუცილებლად დამიწერეთ. თუ შესაძლებლობა იქნება და რა ვიცი მე თუ დიდი სურვილი გექნებათ, აუცილებლად დავაგემოვნებ რამე საინტერესოს კიდევ. აბა რა ვიცი, დღეისთვის ბოლო იყო ეს ლიმონათი, დაგემშვიდობებით, გამოიწერეთ ჩემი არხით, ჩემო ძვირფასებო, ჩემო ლამაზებო და იყავით ჩემთან. ძალიან გამახარებთ, დალაიქეთ ვიდეო და დარჩით ჩემთან, უყურეთ ჩემ ვიდეოებს, კიდევ გადავიღებ თქვენთვის ბევრს და საინტერესო ვიდეოს, შემომიერთდით, მიყურეთ და რა ვიცი, ბედნიერ დღეს გისურვებთ, ბედნიერ შუა დღეს, ბედნიერ საღამოს, ზოგადად ბედნიერ ცხოვრებას, იყავით ლაღები, ლამაზები, გრილად, ტკბილად, ლამაზად და ხალისიანები. ასე რომ დაგემშვიდობებით, ბედნიერი დღე, კოცნით მიყვარხართ, თქვენი ლუსი. კარგად, ბაი!